დავიდრე დავიწყებდეთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველ თემაზე საუბარს. საუბარი კი შეეხება განათლების სისტემაში არსებულ რეფორმებსა და ასევე სავალდებულო სასკოლო ფორმას, რომელიც მომავალი სასწავლო წლიდან დაწყებით კლასებში შემოვა. მოდით მოკლედ გავიცნოთ იმ მონაცემებს, რომლის საფუძველზეც უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს გახლავთ ფორმის ესკიზი, ეგრეთ წოდებული დარგნევი ფერის კუბოკრული მატერია და ბიჭების შემთხვევაში კი გახლავთ აი ასეთი ესკიზი. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ამასაც ვიხილავთ ერთად. სასკოლო ფორმები ერთეული ფორმა 1,800,000-ზე მეტი შეუკვეთა განათლების სამინისტრომ და ამ ტენდერის ღირებულებამ შეადგინა თითქმის 46 მილიონი ლარი და საქმე გვაქვს, როგორც ამას ამბობენ ყოველ შემთხვევაში ამ დროის არსებული ინფორმაციით, შპს გლორი ტექსტილი ინდუსტრი არის ასეთი კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია ჩინეთში, სწორედ ის უზრუნველყოფს აღნიშნული ფორმების მიწოდებას საქართველოსთვის. და ასევე ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 60,000-ზე ნაკლები იქნება, ფორმას უფასოდ მიიღებენ. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ისაუბრა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ. და ახლა კი შეგვიძლია რომ გადავინაცვლოთ უკვე ჩვენ სტუმართან. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი კი გახლავთ ნიკო სილაგაძე, განათლების ექსპერტი და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. მოგესალმებით ნიკო, მადლობა ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის და საუბარი დავიწყოთ ზოგადი კითხვით, როგორ შეაფასებდით გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება დაწყებით კლასებში სავალდებულო სასკოლო ფორმის შემოღებას და სხვა შორის მინისტრმა ისიც თქვა რამდენიმე დღის წინ, რომ ეს ფორმები გეგმაში არის ასეთი ჩანასახი რეალურად, რომ საომავლოდ უკვე უფროს კლასებშიც გახდეს სავარაუდოდ სავალდებულო. თქვენი შეფასება როგორი იქნებოდა? ჩემი შეფასება არის, რომ ეს არის ნაჩქარევი და ეს არის ზედაპირული და ეს არის პოპულისტური. ან პოპულისტურს რო ამბობს სიტყვას, ეს ძალიან უბრალოდ განათლებაში თავის კონტექსტი აქვს ამ სიტყვას. საგანმანათლებლო ლიტერატურაში პოპულიზმს აიგივებენ ზედაპირულ სწრაფ გადაწყვეტილებასთან, რომელიც მოწოდებულია ძალიან კომპლექსური პრობლემა, თითქოს ადვილად მოაგვაროს, მაგრამ სინამდვილეში არც არაფერს არ აგვარებს, იძლევა უბრალოდ PR მესიჯებს. აი რა არის ეს პრობლემა, არის მოგვარებასაც ცდილობენ, ხო? გამოქვეყნებული აქვს განათლების სამინისტროს მოიხსენება ზოგადი განათლების სისტემის ეროვნული კონცეფცია და იქ სასკოლო ფორმების იდეა ინკლუზიურობასთან და სასკოლო კულტურის განვითარებასთან ბმაში არის. სწორედ ამ არგუმენტებზე საუბრობენ. ნაბიჯით თვითონ რეაგირებენ ამაზე. ეს არის, ანუ საუბარია რაზე, რომ სასკოლო კულტურაში მართლაც ბევრი პრობლემაა ჩვენს სკოლებში. ანუ ბავშვებს არ უნდათ სკოლაში სიარული, არ აქვთ მიკუთვნებულობის განცდა, მასწავლებლებს ერთი სული აქვთ სახში, როდეს გაიქცევიან სკოლა როგორც შენობა და არა როგორც სასწავლებელი ფუნქციონირებს და საერთოდაც არ არის იქ ის ატმოსფერო, რომელიც აღზრდა განვითარებას ბავშვისას ემსახურება. ეს დადასტურებული სამწუხარო პრობლემაა. და ამაზე რეაგირება კარგი შესწავლა ჭირდება ამას. ამაზე რეაგირების გზად მარტივი მოიფიქრეს. მოდი ჩვენ მოვიტანთ ფორმებს და ეს პრობლემა გადაწყდება. ამაზე მეტი ზედაპირულობა რა გვინდა, ხო? რატო უნდა ვიფიქროთ, რომ ფორმები რაიმეს შეცვლის, მით უმეტეს, რომ ეს არც არის განხორციელებადი აქტივობა. დიახ, პოპულიზმი არისო თქვენ ახსენეთ, თუმცა მინისტრის კომენტარი მინდა რომ მოვიშველიო და მან თქვა, რომ სოციალურ განსხვავებებს შეამცირებს სასკოლო დონეზე დაწყებით კლასებში ფორმა. რამდენად ეთანხმებით, რომ ფორმა არის ის, რამაც შეიძლება ეს გარკვეულწილად სოციალური განსხვავებები და შესაბამისად უკვე მერე ბულინგზე მიდის საუბარი სასკოლო დონეზე ბავშვებს შორის ეს ბულინგის პრობლემა. რამდენად შეუძლია ამ საერთო ფორმას, რომ მოაგვაროს ეს საკითხი? როგორ შეიძლება ასეთი წინასწარი განწყობის შექმნები არ მესმის. აი მაგალითად თქვენ სიუჟეტშიც იყო ნათქვამი, რომ 60 ერთეულზე ნაკლები ნიშნით ვინ შეფასდება, იმ ოჯახებს უფასოდ მიეცემათ. ანუ იქნება ამის გამორჩება, ვინ მდიდარია, ვინ ღარიბი. თავისთავად რატო არ ფიქრობთ, რომ შეიძლება აი სეგრეგაციას სწორედ ამანაც შეუწყოს ხელი. ან კიდევ ვინ თქვა, რომ დაუშვათ ტანსაცმლით შეჯიბრი, ასე გადამწყვეტი მნიშვნელობის პრობლემაა, ხო რეალურად დღეს ისეთ ისვამენ ჩვენი ბავშვები სკოლებში, რომ იქ დაუშვათ ჩემ ბავშვობაშიც რო იყო, ხო, ანუ კლასიკური ჩაცმულობა რო რაღაცასთან უფრო ასოცირდებოდა, ვიდრე არაკლასიკური, ხო, ანუ ტანსაცმლებით ბრენდების შეჯიბრი რო არის, იმის დადასტურება, ვინ უფრო მდიდარია, საიდან არის მოტანილი ეს დასკვნა, ხო? ანუ შეიძლება ეგეთი кейსებიც მოვნახოთ სადღაც სკოლაში, მაგრამ იმის თქვა მინდა, რომ ეს პრობლემა არ არის შესწავლილი, არც სოციალური განსხვავებების შემცირების საკითხი, არც სასკოლო კულტურის განვითარების საკითხი და აი ნაჩქარებად აქ უბრალოდ
მიღებულია საბჭოთან ნოსტალგიური მესიჯი, რაღაც ქცევა და ნუ რატომ ჩვენ დროს კი არა ეს კიდე ელექტორატზე აკეთებენ გათვლას, რომელსაც აი საბჭოთა დროს კარგად იყო ყველაფერი და ჩვენ ფორმაში ჩავაცმევთ ბავშვებს და ამითი სასწავლო პროცესს მივცემთ ფორმას და ეს არის პოპულიზმი ქვია ამას განმანათლებლო ლიტერატურაში, ანუ ურთულეს პრობლემაზე უმარტივესი გზით რეაგირება, ვიღაცას უნჩდება მოქმედების განცდა, სამაგიეროდ კი იხარჯება უამრავი ფული, რომელიც აკლდება მერე სხვა მიმართულებას. ახლა თქვენ დაასახელეთ 45 მილიონი რაღაც, ხო, 6 მილიონი თანხა. მე მახსოვს განათლების მეცნიერების სამინისტროში რომ მუშაობდი, 10 და 12 მილიონი ჯდებოდა მეგა მნიშვნელობის მატარებელი შინაარსობრივი პროექტები, რომლებიც ვერ იღებდნენ. ანუ სწავლებას, იმიტომ რომ 10 მილიონი ბევრიაო, ხო? და ეხლა გამოდის რომ 56 მილიონი იხარჯება არაფერში, ხო? და კიდევ ხაზეთ ცალკე მინდა საუბარი და ამ კუთხიდან ამას ვერც გააკეთებენ კიდე მეორედ ვიბეორებ. თუმცა თქვენ ახსენეთ რომ პოპულიზმი კიდევ ერთხელ ამას მინდა რომ შევეხო და თქვით რომ ხალხის ასე რომ ვთქვათ განწყობებზე მოქმედების მცდელობა გარკვეულწილად განსაკუთრებით ქართული ოცნების სამორჩეველზე გაქვთ საუბარი ამ შემთხვევაში და მოდით მოვისმინოთ ხალხის აზრი მათი შეფასებად როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილებას და მე მოგვიანებით დავუბრუნდეთ მაყურებელს. ნამდვილად მარტო დაწყებითებმა კი არა უფროსმა ბავშვებმაც უნდა ჩაიცვან უფროსმა კლასელებმა. რა თქმა უნდა საჭირო არის სკოლის ფორმები და კარნივე საუბნები ნამდვილად ამ გადაწყვეტილებაში. ერთის მხრივ არ მომწონს, იმიტომ რომ ბავშვებს თვით გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ, მაგრამ მეორეს მხრივ ის დადებითი მხარე აქვს, რომ რაღაცა ნაკლებად იქნება ამ კუთხით ბულინგი ბავშვების მიმართ. მახსოვს კიდევაც, რომ იყვნენ ბავშვები, ვისაც არ ჰქონდა საშუალება ჩემ ბავშვობაში, რომ მოსულიყვნენ და რაღაც სხვა ტიპის ტანსაცმელი ჩაეცოთ ყოველდღიურად და ხდებოდა ამის ბულინგი და შესაბამისად ეს გამოირიცხება, ამიტომ ვფიქრობ, რომ მისაღებია. არ ვარ მომხრე, იმიტომ რომ აშკარად სხვა საჭიროებები აქვს ბავშვებს და ალბათ ყველა ვარიანტში იმ დახარჯულ თანხას რაც უნდა დაიხარჯოს. სულმცირე ამ ბავშვების კვებაზე გავანაწილებდი, ნახევარი ბავშვები შიმშილობენ ალბათ უმეტესობა ქალაქშიც და რეგიონში ალბათ უფრო. ინიციატივა მომწონს, მაგრამ მე ვფიქრობ, უფრო მე-6 კლასიდან ზემოთ უნდა იყოს ეგ საჭირო. ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება აქ რა თავისუფლების მომენტიც არის რა. მეც ნუ თანამედროვე იმას ვეთანხმები რაღაცეებში, მაგრამ ზოგჯერ ვერ გაიგებ მოსწავლეა თუ მასწავლებელია ისიაცვიათ ზოგიერთს. მოვისმინეთ ხალხის აზრი, აქაც გამოიკვეთა განსხვავებული შეფასებები და თქვენ რაზეც ახსენეთ, რომ შეიძლება გარკვეულწილად საბჭოთა ნოსტალგიის ნაწილიც შემოდიოდეს ამ პრობლემის განხილვისას, ის რომ თითქოს რაღაც გარკვეული სოციალური უთანასწორობა და ამის აღმოფხვრა შეიძლება რომ მოხდეს და დისციპლინაზეც იყოს საუბარი. დისციპლინა რამდენად უსვამს ხაზს დისციპლინას თუ პირიქით მის ნაკლებობას სასკოლო ფორმა. და აქვე მოდით კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ იმ თანხის ნაწილს, რომელზეც წერან ვისაუბრეთ 45.5 მილიონი, ოდნავ მეტი იხარჯება ამ პროექტზე და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ასე მინისტრის კომენტარი და მან თქვა, რომ ფაქტობრივად იმაზე ნაკლები დაუჯდებათ მშობლებს სასკოლო ფორმები, ვიდრე უჯდებოდათ პირობითად ნებისმიერი სხვა ტანსაცმელი ბავშვისთვის მთელი წლის განმავლობაში. ეს არგუმენტი რამდენად ხარია თქვენი შეფასებით? არ ვიცი, სადღაც შეიძლება ვიღაცასთან ყარია, ვიღაცასთან არ არის მყარი. სადღაც შეიძლება ასე მოხდეს, რომ დისციპლინა უფრო გაძლიერდეს, სადღაც პირიქით ეს ფორმა გახდეს დისციპლინის დარღვევის შემდგომი მოტივატორი. როგორი არასერიოზულობაა ახლა, რომ ამ ისეთი მოლოდინები ჩამოაყალიბო 45 მილიონი ნახევრიანი დანახარჯების პარალელურად, ხო? ანუ ამ ხელა რომ პირიქითაც სადღაც შეიძლება ასე მოხდეს, სადღაც ისე, ხო? ანუ მან ვერანაირი პრედიქტულობა ამას ვერ ექნება, ისე ზედაპირულად არის ეს ყველაფერი მიღებული და აი ძალიან საინტერესო იყო მე მგონი ის გამოკითხვები რაც თქვენ გააკეთეთ. მე განცდა მაქვს რომ შესაძაც ეს ნაბიჯი რეფორმის იგეგმებოდა დაახლოებით ესეთი რამ იქნა გაკეთებული. ეხლა ზუსტი მონაცემები არ მაქვს რომ ნამდვილად ასე იყო, მაგრამ შესწავლილი იქნა, ანუ ჩვენ რაც ბავშვობაში გვახსოვს, ხო, ის გონია უფრო სწორი, ხო და უფრო და ზოგადად განათლებაში რო პრობლემებია ესეც დადასტურებულია და სწორედაც ასე პოპულისტურ და ერთი შეხედვით მიმღებლობა რო ექნება უფრო სწავლების ადამიანებს ისეთი ნაბიჯი არის
არის მოგონილი. ხო, ეს არის წმინდა წყლის, აი ვერამდენად ვამბობ ამ სიტყვას, მაგრამ მით უმეტეს რომ ამას ატარებენ იმ ტრენდში, რომ თითქოს ეს რეფორმა არის ანტილიბერალური თავისი შინაარსით და საბჭოთა კავშირიც არ იყო ლიბერალური და შესაბამისად აი თითქოს უფრო ტრადიციულ და ამავე დროს საბჭოთას ამასაც რაღაც ერთიან მასში აყენებენ და ესეც მოგონილია არაფერი მსგავსი ლიბერალიზმი განათლებაში, აი ხაზგასმით ვამბობ და ნებისმიერს ნეოლიბერალიზმი განათლებაში არის, იგი სხვა არაფერი თუ არა ეკონომიკური დეტერმინიზმი, როცა სასწავლო პროცესთან მიმართებით ეკონომიკური კატეგორიებით მიიღება გადაწყვეტილება. ნეოლიბერალიზმი ასევე განათლებაში არის ინკლუზიურ განათლებაზე ფსიქოლოგიური არგუმენტებით ლაპარაკის ტრადიცია შემოტანა. ხო, ნეოლიბერალიზმი არის სისტემის რაღაც სულელური პრედიქტულობა, რომ შედეგი მიზეზი. ამათ ეს ყველაფერი არათუ არ უარყვეს. პირველი რიგის ნაბიჯებად აქვთ გამოტანილი კვლავაც შრობითი ბაზარი გაიძახიან ყოველ წუთას დღიარ გავა ინკლუზიური განათლებაზე არ დაწერონ ოღონდ რა გაგებით არაფერი მაქვს ინკლუზიური განათლების საწინააღმდეგო მაგრამ ეხლა ყველა მასწავლებელიო იმ სპეციფიკური ფსიქოლოგიური ცოდნით უნდა აღჭურვოთო რაც აქამდე მარტო სპეცმასწავლებლებს და მულტიგუნდის წევრებს ქვია ანუ ნეოლიბერალიზმური აი რო შეხედოთ განათლების სპეციალისტის თვალით სუფთა ნეოლიბერალურ რეფორმას ატარებენ და ჩარჩო და პარადიგმული საფუძვლები ასეთის არსებობის შემთხვევაში სწორედ აქეთ მიდის და ანუ გვაქვთ ესეთი რაღაცა მოვერიდები და სულელური გადაწყვეტილებები რომ რაღაც ფორმებით რაღაცას შეცვლიან და ამით ნოსტალგიას გააიღო ეს უბრალოდ ღიმბილის მომღრელია რო არ იყოს მართლა რამხელა ბოროტებაა მინდა ამაზეც თქვა ეს 45 მილიონის აქეთ გადმოსროლა რაღაცას ხო აკლდება ეს ფული ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში სასკოლო კვების ხსენება კი ბატონო ეგეც არის სასკოლო კვების ჯობდა ამაც ახსენა ეს საკითხი მოდი შინარსის აი რესურსების განვითარების შინარსობრივი მასწავლებლებთან თანამშრომლობის პროექტები მახსოვს მე 8, 10, 12 მილიონები უამრავი ჩერდებოდა იმიტომ რომ ეს თანხა არ გამოძებნილა და ვერ იძებნებოდა და ამხელა თანხის ასე გადასროლა თანას ეს უბრალოდ არასერია მაშინ ასე დავსვათ კითხვა მოვისმინეთ ესე რომ ვთქვათ მართველი პარტიის გარკვეული არგუმენტები და მოგვიანებით ministris კომენტარსაც მოვისმენთ თუმცა მანამდე მოდით ვარაუდის დონეზე განვიხილოთ რას შეიძლება ემსახურებოდეს ეს პროექტი იმ თვალსაზრისით რომ განსხვავებით აი მაგალითად ოპოზიციად განწყობილი მოქალაქეები პოლიტიკური ძალებიც ექსპერტთა დიდი ნაწილიც ამტკიცებს რომ ქართული ოცნების ფაქტობრივად ყველა გადაწყვეტილება რომელსაც იღებს მართული პარტია ემსახურება დიდწილად იმას რომ შეინარჩუნონ სადავეები მართლობის ხედავთ თუ არა აქაც გარკვეულწილად ამ პრინციპს და თუ დაუშვათ არა ის რაზეც საუბრობენ როდესაც საკუთარი არგუმენტები მოჰყავთ რას შეიძლება ემსახურებოდეს ეს რეფორმა რეალურად ვარაუდის დონეზე შეგვიძლია რომ განვიხილოთ ეს ყველაფერი ლაივში არავინ გვეუბნება რას ფიქრობენ ანუ უნდა ვივარაუდოთ სხვა რა დაგვრჩენია მოდი გავყოთ ეს შეკითხვა ზედა და ქვედა მენეჯმენტის როლების დონეზე ხო ნუ შეეხება თვითონ ქართული ოცნების ტოპ მენეჯმენტს ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს არ არის ამოვარდნილი მთლიანობითი მიმართულებებიდან პოლიტიკის ანუ რახან დღეს რიტორიკის ნაწილია რომ ანუ ეს ევროპა რაღაცას თავს გვახვევს რაც ტრადიციულია უფრო კარგია ანუ განათლების რეფორმის ამ ჩარჩოსკენ წაღებაც არის მათთვის მნიშვნელოვანი რომ ეს ხდება არა მარტო რა ვიცი სხვადასხვა რა მიმართულება დარჩა სადაც ევროპულ მიმართულებებს არ აგინებენ ხო და აი ცოტა უფრო საინტერესოა მე მგონი და ამაზე ნაკლებად საუბრობენ შუარგოლის მენეჯმენტისთვის რას ნიშნავს ეს გულისხმობ განათლების მინისტრის მოადგილეს იქ დეპარტამენტების სამმართველოების სიპების უფროსებს რომლებიც ამაში მონაწილეობენ ესენი ერთი მხრივ ხო საზოგადოებას ატყუებენ და მეორე მხრივ თავიანთ დამკვეთებს ატყუებენ შემთხვევაში ამ 45 მილიონის ასე გადასროლით ანუ ისინი ცდილობენ შექმნან რეფორმის დღის წესრიგი რომელიც მოერგება აი ამ ანტილიბერალურ ასე ვთქვათ ეჯენდას ქართული ოცნების და უნდათ ჯერ პირველას ყოვლისა თავის დამკვეთებს იმიტომ რომ ხალხი ამათ არ აინტერესებს დაუმტკიცონ რომ აი ჩვენც შევქმნით რეფორმის მიმართ ამ დეფორმით რეფორმით შევქმნით რაღაცა ძალა რაღაცა მოქმედების არეალი რითაც ცენტრალურ ხაზს რაღაცით ვაძლიერებთ სინამდვილეში არც არაფერი არ შექმნეს იმიტომ რომ სუფთა ნეოლიბერალურ ჩარჩოში მუშაობენ ანუ მე ხაზს უსმევ და რავი თქვენ ეთერსაც გამოვიყენებ ვიწვევ ყველას ამ თემაზე დებატებში ვისაც საწინააღმდეგო აზრი აქვს სწორედ ნაკლებად ნეოლიბერალური და ნაკლებად იდეოლოგიზირებული სისტემიდან კაცრად იდეოლოგიზირებულ პლატფორმაზე გადმოყავთ ამათ რეფორმ
ფორმა თავის და უნებურად არ მგონია. გარკვეულწილად ურთიერთ გამომრიცხავია. ხო, ანუ ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ და ამ მესიჯებით ცდილობენ ამის გაკეთება და ამ თანხებს ატრიალებენ იმის მიხედვით, ატყუებენ ხალხსაც ატყუებენ და დამკვეთებსაც ატყუებენ რატომ? იმიტომ რომ აი ავიც ფურცელზე რაღაცეებს გააფორმებენ და ახლა ისე წარმოაჩენენ რომ ცუდად შრომა ჯდომასო, ცუდად შრომა ჯობიაო, ხო დარეჯანი რო ლუარსაბს ეუბნება და ახლოებით ასეთი ფორმატის რაღაცა არის. სამწუხაროდ ახლა ამაზე ვიცინებდით როგორც ლუარსაბზე და დარეჯანზე რა თქმა უნდა და მათ ჩაცმულობაზეც ხო ამბობს ილია ჭავჭავაც რაღაცეებს კაცია ადამიანში, მაგრამ რახან ამხელა დანახარჯებია ამის უკან, რახან ასეთი მომავალში აუცილებლად გაცხრუებადი მოლოდინებია, აი ერთ კრიტიკულ კითხვას დავსვამ. მე არ მეკუთვნის ეს მიგნება, წავიკითხე Facebook-ზე ძალიან კარგი ანალიზი ერთი ჩემი კოლეგის. ანუ აი მე დავუშვოთ არ ვატარებ, არ მინდა რომ ჩემო ბავშვმა ჩაიცვას ფორმა და არ ვაცმე. ვინ მაიძულებს რომ ფორმა ეცვას საინტერესო ასეთ შემთხვევაში რა მოხდება? ვერაფერიც ვერ მოხდება, იმიტომ რომ კონსტიტუციის მიხედვით განათლების მიღების უფლება ბევრად მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული კანონიც კი არ არის, ანუ რაღაც რაღაც სკოლაზე დავალდებული აქტი, რომ ეცვას ფორმა, აი არ ვიცნევ. კი ბატონო, შეიძლება ყოველდღე მომცე შენიშვნა. კი ბატონო, ყოველდღე შეიძლება შევახსენო, მაგრამ ამის გამო სკოლიდან ვერ გამრიცხავ, ნიშანს ვერ დამაკლებ, დისციპლინურ სასჯელს ამგაგებით რომ ამადი მოქმედოს რაღაცაზე ვერ გამიკეთებ. ანუ აი დავუშვათ წამოვიდა ტენდენცია, რომ არ იცნებენ ეს ბავშვები ფორმებს და არის რაღაცა 1968 წლის საფრანგეთივით რაღაცა ის ხო აი ხო წყალში გადაყრილი გამოდის ეს ყველაფერი და სასაცილო იგივე არის რატო ეს ხო არ არის მეორე ასეთი აქვს კიდე ასეთივე სტილის რომ ტელეფონების გამოყენების წესი სკოლაში კიდე აქვს რომ პირველ კლასელთა რეგისტრაცია ქონდათ და ვერ გააკეთეს ესეც თავიდან თქვენს ყველას რომ მე პირველ კლასელები საუცილებლად შევეხებით ბოდიში შეგაწყვეტნებთ მოდით მოვისმინოთ ახლა მინისტრის კომენტარი ამავე თემასთან დაკავშირებით და მე ზოგადად განათლების და სასკოლო ეტაპზე არსებულ სხვა გამოწვევებსაც საუცილებლად შევეხებით, მოვისმინოთ მინისტრის კომენტარი. მთავრობის დადგენილებით დავამტკიცეთ ზოგადი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის სკოლაში ფორმის შემოტანა. ყველა ის ოჯახი, რომლის პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლე ამ ოჯახების ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებიდან გამომდინარე 60,000 ქულაზე ნაკლებით არის შეფასებული. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მიიღებენ უსასყიდლოდ ფორმის კომპლექტს. ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოში რეგისტრირებულ ჩინურ კომპანიასთან, რომელიც 1,801,000 ერთეულ სასკოლო ფორმას ჩინეთში დაამზადებს. ხოლო მისი მოწოდება საქართველოში 3 ეტაპად განხორციელდება. რაც შეეხება სასკოლო ფორმების ღირებულებას და თბილისსა და რეგიონებში მის მიწოდებას, ამის შესახებ საზოგადოებას ივლისის თვეში პერიოდულად ეცნობება. ეხლა მოვისმინეთ განათლების სამინისტროს წარმომადგენლისა და ასევე თავად მინისტრის კომენტარიც. გასაგებია სასკოლო ფორმებზე მგონია რომ საკმაოდ მცლად ვისაუბრეთ. ახლა კი მოდით გადავინაცვლოთ სხვა საკითხებზეც. განსაკუთრებით საყურადღებოა ერთიან სასკოლო სახელმძღვანელოებზე გადასვლის ამბავი. თუ კი წერან ვისაუბრეთ პოლიტიკურ ჭრილზეც ასევე იმ კუთხით რომ მართული პარტია ესე რომ თქვათ გარკვეულწილად სადავეების ხელში ჩაგდებას ცდილობს როგორც ამას ამბობენ ოპოზიციურად განწყობილი ძალები ამ კუთხით განსაკუთრებით უფრო თვალსაჩინოა შეიძლება იყოს ეს მაგალითი თქვენ რა სიტყოდით ამ ერთიან სასკოლო სახელმძღვანელოებზე და რამდენად ეს შეიძლება ეყრდნობოდეს რომელიმე ცივილიზებული უცხოური ქვეყნის მაგალითს თამით ხდება ეს საერთოდ. ალბათ შეიძლება თემებზე ლაპარაკობთ, შეიძლება იუმორი და სარკაზმი არ იყოს ყველაზე შესაფერისი განწყობა, მაგრამ შევეცდები ცოტა გავხიფროს. აი ეხლა რაც განვიხილეთ სასკოლო ფორმების მიმართულება, თავისი ფორმით და შინაარსით ბევრად წინ არის, ვიდრე ერთი სახელმძღვანელო, ერთი საგნის პრინციპი, რომელსაც იყენებენ გეტყვით რატომაც. აი ეხლა ვნახეთ ჩვენ ტენდერი იყო გამოცხადებული, მანამდე ბაზრის კვლევა იყო გამოცხადებული, ჩავარდა ეს ტენდერი ერთხელ ახლა იმ ჩინეთში ვინ დგას ამის უკან ამ ფირმის უკან და რამდენად ჩინურია ეს და რომელიც მათ შორის მარტში დაფუძნდა თუ კი ვიცით გაზუსტებით ბოლომდე არის ეს ცალკე საკითხია კი ბატონო მაგრამ ისე თქვა მინდა რომ ეს ყველაფერი ადასტურებს რომ ამ შემთხვევაში სამინისტრო ცდილობს რომ როგორც საჯარო სამსახურმა შეინარჩუნოს სახე ანუ მაინც ისე მუშაობს თუნდაც პირობითობითა და ემიცი თუნდაც ჩაწყობილი ტენდერი იყოს ეს არ ვიცი ხა ვერ დავაბრალებ მაგრამ ასეც რომ იყოს გარეგნულად აჩვენებს
იხსენებენ ისე, რომ ყველაფერი კეთდება იმის მიხედვით. კონცეფციაში რაღაცა ჩაწერეს, აი ამ იმითი, რომ ფორმებს რო ჩავაცვლებთ, ვაგვარებთ სასკოლო კულტურას, ინკლუზიურ, ანუ რაღაცა ფორმალური არგუმენტი, იქ რაღაცას თამარ მახარაშვილი მინისტრის მოადგილე იბრალებდა, რომ კვლევად ჩავატარეთ, მაგრამ მოკეთ რაღაცა ფორმალურად ასე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილების ფორმატში ყველაფერი რაღაც დონეზე სახეზია. ნუ მეორე საკითხია მეტნაკლებად. ხო, ანუ სახეს არ კარგავს სამინისტრო ამით. სახელმძღვანელოების საკითხი. ამ ფუფუნებასაც მოკლებული ვართ, იმიტომ რომ აი რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ განათლების სამინისტრო არის არა ვიღაცის კერძო კანტორა, ან რომელიმე პარტიის კანტორული გაგრძელება, არამედ საჯარო სამსახური, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ იქ დასაქმებული ადამიანი სულ ცოტა ორამეზე არიან პასუხისგებელი, გარდა იმისა, რომ უნდა აღასრულონ, რასაც ზემოდან ეტყვიან. შეჯამების სახით, რომ ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიდეთ, ისევ სახელმწიფო ვრცელი თემა, აი ზუსტად მაგას ვიძახ ხელმძღვანელობები. კი, მესმის ეს ცოტა ვრცელი თემაა, ცოტა შორიდან დავიწყე, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი არის, რომ უნდა იყოს პროცესები გამჭვირვალე და ცხადი და გასაგები, იმიტომ რომ კითხვები არ უნდა ჩდებოდეს, როგორც დაუშვათ ვინ კერავს ფორმებს, ასე არ უნდა ჩდებოდეს. მეორე მხრივ არის, რომ უნდა რაც კეთდება, დასაბუთებული იყოს ცნებების ხარისხიანი განათლება და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ამ ცნებების ჩვენ აქ რას ვხედავთ. ავტორთა ჯგუფებს როგორ აკომპლექტებენ, არავინ არ იცის, ეს არის გრიფით საიდუმლო, ეროვნული გამოცდის ტესტები იყოს თითქოს არ ამხელენ არც ავტორთა ვინაობებს, არ ვიცით რატომ შეარჩიეს ეს ხალხი, როგორ შეარჩიეს, არანაირი გამჭვირვალეობა არ აქვს, აი კრიმინალურად ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ხდება რაღაცა საგნები, აქ მოაცხადეს, რომ წიგნების შემოვლოს, ხარისხიან განათლებას რაც შეეხება. აი სკოლაში ვინც მოღვაწეობს, ყველამ იცის ეს დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს რა და როგორ ვასწავლოთ. წუთი გვაქვს დაჩენილი. დახურეს ეს დოკუმენტი არ არის გამოქვეყნებული, ანუ ეს რას ნიშნავს პრაქტიკის ენაზე რო ვთქვათ, ესე იგი არ ვიცით რა საგნები იქნება მე-8 კლასში, მე-9 კლასში, მე-10 კლასში, ვის რა დატვირთვა ექნება, რა სტანდარტებს, მიზნებს ემსახურება ეს ყველაფერი. ანუ თვითონ გამოდის, რომ აი ვინც არის იქ ორი მოხელეები საჯარო სამსახური, რომლიც ამ კრიმინალის თანამონაწილეები არიან, ამბობენ, რომ აი მე მინისტრის მოადგილე, მე მისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მე სიპის ხელმძღვანელი, აი პირადად ჩემი საქმეა და არასაჯარო საქმეა, რა შინაარსები ექნება ამ სახელმძღვანელოებს, რა მეთოდიკური ორიენტირები ექნება, როგორი იქნება კურიკულუმი, სასწავლო გეგმა, განაწილების, ეს მხოლოდ მე ვიცი და აი შენ მოგიგდებ როგორც ფორმას მოგიგდებ მე-7 კლასში, 1 კლასში, მე-7 კლასში წინ მოგიგდებ და აი იმაზე ილაპარაკე და ამ წიგნით როგორ უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში სამინისტრომ საერთოდ სახე დაკარგა, როგორც სამინისტრომ, ეს არ არის სამინისტრო, უკვე ამის მერე ეს არის როცა ვლაპარაკო, იქ თითქოს ჯერ კიდე წინ არის ყველაფერი, მაგრამ სახელმძღვანელოების ნაწილი სადმე გინდა ხავთ შინაარსობრივი განხილვა, რომ ძველ წიგნებში რა ვარგო და რა მეთოდოლოგია. დიახ, ნამდვილად აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მასწავლებლები, ფაქტობრივად ძალიან ფაქტობრივად ჩართულობა არ ყოფილა მათი მხრიდან ამ რეფორმაზე მუშაობის დროს და თვითონ კრიტიკას ვეძახი, აქ ხო იძახდნენ, რომ ისო არ არის სკოლის არჩენილი და შეჯამების სახით. არა, მეც ვაჯამებ ხო, გაწყვეტინეთ, მაგრამ იქ ხო იძახდნენ, რომ სკოლაში სასკოლო კულტურა არისო და რაღაც სოციალურ განსხვავებებს ვაგვარებთ. გარკვეული არგუმენტები აი რატო არ ვარგოდა ძველი წიგნები და ახალი რატო იქნება უკეთესი ან რით იქნება უკეთესი, ამაზე ვინმე ულაპარაკია. იქ კიდევ უფრო მეტ თანხებზე იქნება ლაპარაკი, რაც ახალი წიგნების დაბეჭდვას არის გამატება. ანუ ეს არც რეფორმა, არც დეფორმა არის საჯარო სამსახური და ამაზე პასუხს აგებს და უნდა აგოს თითოეული სიპის და სამმართველოს და დეპარტამენტის და მოწვევა და მოადგილემ და არამხოლოდ ზოგადად ქართული ოცნების გუნდმა. ეს საჯარო განათლება და საჯარო სამსახური აღარ არის და აი კარგია რომ დამით დავასრულებთ ჩემი მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა მომწურავი პასუხებისთვის და საკმაოდ საინტერესო შეფასებებისთვის. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენოთ, რომ ვისაუბრეთ განათლების პრინციპში დავიწყეთ საუბარი სავალდებულო სასკოლო ფორმებით და დავასრულეთ ძალიან ვრცელი სხვადასხვა თემებზე საუბრით და მიმოვიხილეთ, ასე რომ ვთქვათ, საკმაოდ ფართო სპექტრი. ბუნებრივია, რომ ამ პროცესს ჩვენ აქტიურად მივოდევნებთ თვალყურს და უახლესი ინფორმაციისა და ამბების გაგებისთანავე კვლავ მივაწვდით ჩვენს მაყურებელს ობიექტურ და უახლეს ინფორმაციას და შევახსენოთ კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი დღევანდელი გაცემის პირველი სტუმარი გახლდათ ნიკო სილაგაძე, განათლების ექსპერტი და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.